ქართული ოცნება 8.300.000 ლარი, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია 2.600.000 ლარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 700.000 ლარი. ასეთია საარჩევნო შემოწირულობების პირველი სამეული, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ბურჯანაძის პარტიას წინა წლებთან შედარებით ამ კუთხით დაფინანსება საგრძნობლად შეუმცირდა, რაც ბევრ კითხვას ბადებს. თემაზე უფრო ვრცლად ჩვენ შემდგომ გამოშვებებში ვისაუბრებთ. ის უზარმაზარი შემოწირულობები, რაც ხდებოდა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, ბიზნესმენების მხრიდან არ იყო მთლად ნებაყოფლობითი. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თუ თქვა ბიზნესი იყო ლოიალური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ეს გაგრძელდებოდა ამ შემთხვევაშიც. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მასთან დაკავშირებული პირები და მისი შემომწირულები გარკვეულწილად არიან დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ბიზნესთან და ბუნებრივია ეს საკითხის გამოსაკვლევია უბრალოდ ერთი რამის ხაზგასმა შეგვიძლია ნამდვილად, რომ ეს ისეთი მასშტაბების არ არის, როგორც ნაციონალური მოძრაობის. ბიზნესმენი, რომელიც გადაწყვეტავს, რომ თანხა ჩაურიცხოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, აუცილებლად დაკაჩავდება ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან, სხვადასხვა მეთოდებით. ზუსტად ამითი არის განპირობებული ის, რომ ესე ვთქვათ, ბიზნესის თუ რა ვიცი, ზოგადად ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობაც გვიტყავს, რომ ფული ჩაურიცხოს არანაციონალურ მოძრაობას, რომელიც რეალურად ამბობს, რომ ევროპისკენ გზაზე დგას და რომელსაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია. არამედ გვიტყავს, რომ ფული ჩაურიცხოს იმ ადამიანებს და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მაგ არის პირველ მეორე ადგილზე წარმოდგენილი.